რეგენისმის გოდება მოდიან ჩემს კეთილ წოდება თქვენ მათვალება მითხრენ სიკვდილი ჩემი ამას ვერ გეიგებენ ხო? ყველაზე ღარიბი ამ ქვეყანაზე ადამიანი გეუბნებათ რომ გაუფრთხილდეთ ეროვნულ ღირებულებას, ქართულ კულტურას, ქართულ ყოფიერებას. მოკლედ არ უნდა დაინგრეს საყდრის, იმიტომ რომ ეგ სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. ამდენი ხანია 5000 წელი არ დაანგრეულა და რაღაც ჩვენ დროს აინგრეს ახლა. ნუ ძალიან ცუდი იქნება ჩვენი თაობისთვის, იმიტომ რომ არაფერს არ დაუტოვებთ მომავალ თაობას, რომ იცოდნენ რა ხდებოდა მან, რა იყო. ეხ ხო ისტორიის გაკვეთილია, მან შეგვიძლია მივიყვანოთ ბავშვები და ვასწავლოთ გეოლოგია, არქეოლოგია, რა ვიცი მე, სამთო ქიმია, ისტორია. ეგ არის თვალსაჩინოება, რომელიც უნდა იყოს ეს ძალიან ძვირფასი განძია, იმითი კი არა რომ იქ ოქროა, ეს ისტორიის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის განსაკუთრებით. არ დაანგრიოს საყდრისი. გაიგეთ? ხო, აი გაუგებარი ხა მე არაპროფესიონალი ვარ ამ საკითხში, არა ვარ არქეოლოგი, არ შემიძლია დაწვრილებით ვილაპარაკო მაგაზე, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად რაც მესმის ყოველ შემთხვევაში პროფესიონალებისგან და ეს თუ ესეა, მაშინ ჩემი აზრით ეგ აზრიც გამიჩნდა რომ შეიძლება ის გასხვისებული მთა რომელიც ამიტომ თუ იმითო ესე მოხდა და იმათ რაღაც უფლება მოპოვებული აქვს ამაზე რატო შეიძლება იმ ნაწილის შესყიდვა აი რამდენი ოქრო უნდა იყოს იმ მთაში რომ ეგ მართლა მაინტერესებს უკვე იმ სპეციალისტებმა ვინც შეიძლება დათვალა აი რა ღირებულების არის ის მთა რომ ამაზე შეიძლება ამის გამო დავთმოთ აი ეგეთი მნიშვნელობის ძეგლი, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე ძველი, ვთქვათ. და ეგ არ ეკუთვნის მხოლოდ საქართველოს, ეგ არის რაღაც მსოფლიოს კულტურის უძველესი ნიმუში. საყდრისი არის უძველესი საბადო მთელ მსოფლიოში. მაღარო, რომელიც ეს არის დადასტურებული ფაქტებით, ეს არის დადასტურებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ. მე არ მინდა რომ 21 საუკუნეში მოხდეს იგივენაირი ვანდალიზმი, როგორც ხდებოდა სხვა ისტორიულ ეპოქებში, რასაც აკეთებდნენ მტრები, ჩვენი მტრები, იგივე ოსმალები, იგივე მაგალითად არაბები, იგივე რუსები, რასაც გვიკეთებდნენ თავის დროზე. ძალიან ჩემთვის მტკივნეულია ის მომენტი, რომ ისევ დღესდღეობით 21 საუკუნეში ქართული კულტურული მემკვიდრეობის და არა მარტო ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძელს ანგრევს რუსული კომპანია, ისეთი როგორც არის მაგალითად RMG Gold. ეს და ამაში ზოგ-ზოგიერთი ქართველი უწყობს ხელს. ჩემი აზრით ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ კულტურის სამინისტრო ამ ყველაფერს გადახედავს და აი ამ ვანდალიზმს 21 საუკუნეში არ დაუშვებს.